დილა იწყება, რა თქმა უნდა, უგემრიელესი ყავით, შემდეგ უნდა აღვიჭროთ ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტით, რაც შეიძლება რომ გამოგვადგეს ავტომობილის მიღების შემდგომ ფოთის ტერმინალში. ეს არის სკანერიც, რომანი ინსტრუმენტები განსაკუთრებული ისეთი არაფერი. შემდეგ ველოდებით ფოთში წამსვლელ ტრანსპორტს და აი მოლოდინის რეჟიმში ერთი ძალიან ცუდი ფაქტი დავაფიქსირე და ხალხო, ჩვენ ქვეყანას ჩვენ თვითონვე თუ არ მოუფრთხილდებით, უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან გაგვიმართლა იმაში, რომ ამინდი არის გადაზარევი და რა თქმა უნდა, გზავრობაც კომფორტულია. ესეც ჩვენი ულამაზესი ფოთის ტერმინალი, ყველა საბაჟო პროცედურა გავიარეთ, რა თქმა უნდა, 100%-ით იდეალურად და ავტომობილი ამ წამას ჩაგვაბარა დიდი სიფრთხილით. გადავდივართ ტექნიკურ მხარეზე, ავტომობილს ვატარებთ ეგრეთ წოდებულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას, რომ დარწმუნებულები ვიყოთ იმაში, რომ ელექტროობა არის გამართული. უბრალოდ რომ გზავრობისას ზედმეტ პრობლემებისგან ავირიდოთ თავი. ვაცლით წინამინებიდან დაბურვას, რაც რა თქმა უნდა არ არის დაშვებული, კიდევ ერთხელ ვათვალიერებთ ავტომობილს როგორც ვიზუალურად, ასევე ტექნიკურად და ვწმუნდებით იმაში, რომ ავტომობილი ჩაგვიყვანს დანიშნულების ადგილამდე პრობლემების გარეშე. რა თქმა უნდა, ასეც მოხდა და ავტომობილი დადეს უბრალოდ ძალიან რბილად. ყველა ჩამოსულ ავტომობილზე შემოგთავაზებთ პატარ-პატარა ვიდეოებს და განახებთ თუ რა პროცესებს გადიან სანამ მივა ავტომობილი იდეალურ კონდიციამდე. თუ გსურთ ავტომობილები ამერიკიდან შეგიძლიათ მომმართოთ, ასევე გამოიწერეთ ჩემი არხები და წარმატებები ყველას თქვენ საქმიანობაში.